დაკავშირებით რამდენად კვალიფიციური იყო მისი პასუხები. მე აღარ შევაწყოთ მინისტრის მოადგილეს საუბარი, მაგრამ პირიქით აქედან მინდა ვურჩიო, რომ თავად ჩახედოთ ბიუჯეტის პროექტი უმჯობესი იქნება და დაინახავს, რომ მაგალითად თავდაცვის სამინისტროს ნაწილში ხარჯების და მხოლოდ 50 მილიონით მოხდა და რაც შეეხება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაში დაიყო 25 მილიონი. მე ვსაუბრობ ჯამში 200 მილიონზე. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, ასე ვთქვათ, თვითონ იყოს უფრო მეტად ასე ვთქვათ კორექტული ამ ციფრებზე საუბრისას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, არის რიგი საკითხები, რომ რეალურად შესაძლებელი იყო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ეს უკავშირდება. დათვლილი 10% ითქვა, როგორც ჩანს პლუს მინუს სამინისტროებს ასე ერთიანად 10% ყოველს ჩამოიჭრება. თავად მოტივაციას გეტყვით. ჯერ არასწორი მიდგომაა, რომ სამინისტროებს ზოგადად ჩამოიჭრას 10%. ჩვენ ვითხოვდით რეალურად განხორციელებული იყო ქვეყანაში ბიუროკრატიული რეფორმა, სადაც რაც იგულისხმება, რომ მთელი რიგი სამინისტროების გამსხვილება უნდა მომხდარიყო, მთელი რიგი სიპების, აიპების, სახელმწიფო შეპესეების გადაცემა უნდა მომხდარიყო კერძო სექტორზე. ეს არის სერიოზული დამოკიდებულება. რასაც ისინი გვთავაზობენ, რომ რეალურად ერთ სამინისტრო გაუქმდა, ეს არის ეს კოსმეტიკა რეალურად ვთქვათ გამომდინარე იქიდან, რომ იმ სამინისტროს დევნილთა სამინისტროს რეალურადაც არ ქონია დიდი ხარჯები, სხვა სამინისტროს უფრო დიდი ხარჯები აქვს. შესაბამისად, ჩვენ ველოდით მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ფუნდამენტურ რეფორმას. მე სხვა კითხვებიც ამაქვს რეალურად. 2012 წელს საქართველოს მთავრობის ზომაც, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი იყო, დასაქმებული იყო 2012 წელს დაახლოებით თუ შეიძლება ვნახო 103,000 ადამიანი. მე 2017 წელს წარმოდგენილი კანონ პროექტი თავისთავად წლების განმავლობაში ხდებოდა მატება დასაქმებულია 116,000 ადამიანი. აი მე მიჩნდება კითხვა 2012 წელსაც კი ამოცანა იყო რომ შემცირებული იყო რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა სახელმწიფო აპარატში და პირიქით მივიღეთ 13,000-ით მეტი დასაქმებული ამ სექტორში. ეს არის პრობლემა რეალურად თუ ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფო აპარატს იყენებს ასე ვთქვათ ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმებად. ბატონ ირაკლი, ადმინისტრაციული ხარჯი არის თემა, რომელიც ძალიან ისეთი მტკივნეულია მაყურებლისთვის და აუდიტორისთვის, ხანი ამორჩევლისთვისაც, ვინაიდან გამოდის რა, რომ სახელმწიფო განკარგავს ბიუჯეტს, უпроსტად ხელისუფლება განკარგავს ბიუჯეტს, იყენებს მას სათავისოდ და ამ დროს ქვეყნის მოსახლეობის, როგორც აღმოჩნდა, 11.13% სოციალური შემწეობის მიმღები კეთილი, იყო თუ რა მეტი რესურსი. ირაკლის მოსაზრებას არ ვიზიარებ, არ ვითანხმები, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ შევედა რომ 2003 წელს, 2004 წელს და ჩვენ ნახავთ ხარჯები გაზრდილია 700-800%, ხო, არარეალურია. იზრდება ეკონომიკა, იზრდება ქვეყანა, იზრდება ცალკეული მომსახურება, სახელმწიფო მომსახურების სერვისები და ბუნებრივია ეს ითხოვს დამატებით, ასე ვთქვათ, ადამიანურ რესურსს და ირაკლი ვერ დამისახელებს ვერცერთ ფაქტს, სადაც მინისტრებს გაეზარდათ ხელფასი, მის მოადგილეებს გაეზარდათ ხელფასი, ვერ დამისახელებს ფაქტს, სადაც პარლამენტის წევრებს გაეზარდათ ხელფასი და ამ შემდეგ. ასე რომ ის სადაც ზრდა არის საუბარი, ჯერ 2016 წლისთან შედარებით პირიქით აქ-მაქ მე შრომის ანაზღაურება 1.393 მილიონით არის განსაზღვრული, რომელიც კლება არის საერთოდ წინა წელთან შედარებით. ასე რომ კლება არის არა ზრდა. ასე რომ თუ შევადარებთ ამაზე გაგცა თქვენ მინისტრის მოადგილეები რომ აქ საუბარია მე ციფრებზე ვსაუბრობ. საქონელი და მომსახურება. მოდით მაყურებელს ერთ თვით და მეც აღარ გაგაწყვეტებ ირაკლი, იმიტომ რომ რასაც ვამბობ, ყოველთვის დასაბუთებულა თუ შეადარებ 2016 წელს, 2017 თუ შეადარებ 2016 წელს, მაინც საქონელი და მომსახურება გიჯდება დაახლოებით 150 მილიონი ლარით მეტი. თუ შეადარებ 2015 წელს 200-ით მეტი გიჯდება. ანუ 150 მილიონი ლარი ლევა წაართვი მოსახლეობას ამაზე ვსაუბრობ. ხო, რეალურად ჩვენ გვაქვს მოცემულობა ისეთი რომ ცალკეულ სამინისტროებს საერთოდ შეუმცირდათ დაფინანსება, ზირთადად ეს საუბარია უფრო შრომით, უფრო სწორედ შრომის ანაზღაურებაზე, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს 14 მილიონი ქონდა და 11 მილიონი გაუხდა და მე ვეთანხმები მინისტრის მოადგილეს ასე თქვა რომ მან 10% კი არა ზოგ სამინისტროს საერთოდ უკაცლებით მეტი პროცენტით მოხდა შემცირება, თუმცა არის სამინისტროები, სადაც გაიზარდა დაფინანსება და სწორი იყო, იმიტომ რომ წინასაარჩევნო ჩვენ დაპირებაც გავეცით, რომ სამმართველობით იქნებოდა აქცენტირებული ქვეყნის ბიუჯეტი, ეს იყო პირველი ჯანდაცვა, რომ უფრო მოქნილი და უფრო მიზნობრივი ყოფილიყო და ასევე დამატებითი სერვისები შესულიყო, მათ შორის მედიკამენტური ანაზღაურება უმცაო პენსიონერებისთვის. მეორე მიმართულება ის იყო განათლება, რომელიც ჩვენ განათლების წლად გამოაცხადა ჩვენო პრეზიდენტმა, ჩვენც ამას ვიზიარებთ სრულად და ჩვენ იცით, რომ დუალური მოდელი, გერმანული მოდელი შემოვიდა, სადაც უკვე კერძო სექტორი და საჯარო სექტორი ერთობლივად იზრუნებს იმისთვის, რომ ახალი სამუშაოები შეიქმნას და იქ დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა. მის ამ მიმართ განათლების სექტორში
მზარდია დაფინანსება და მესამე მართულება ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი განვითარების ეკონომიკური განვითარების ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც რამოდენიმე მილიარდზეა საუბარი 4 წლის განმავლობაში. ბუნებრივია ეს იწვევს ზრდას და ჩვენ მიმდინარე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არის გათვლილი 11 მილიარდ 400 მილიონზე დაახლოებით და აქ ლომისწული სწორედ ზანშრომაწული სოციალურ ასე ვთქვათ ხარჯებთან ერთად მიუძღვის სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებს. ეს ერთადერთი მიზანი და ამოცანას აერთიანებს 2017 წლის ბიუჯეტი, რომ რამენაირად მოხდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბადნირაგი, თქვენ რეპლიკა გქონდათ, არ ეთანხმებოდით, გატყობდით კონკრეტულ რომელ მუხლებში, რომელ კონკრეტულ დეტალებში. თუ ფასებზე თუ შემდეგში დავსვამ ამ შეკითხვას. ხო, ანანუც თავიდან ბოლომდე ათოს არ ვეთანხმები და ასე მიმაჩნია, რომ მსგავსი საუბარი ფაქტობრივად მოსახლეობის დაცინვადაც არის გადაქცეული, იმიტომ რომ თუ ამბობენ, რომ 100 მილიონი ლარით შევამცირეთ ხარჯები, რეალურად ბიუროკრატიული ხარჯები, 100 მილიონი ლარი მე მინდა გითხრათ თითოეულ პროგრამაში გავთ გადახარჯვები წლიდან წლამდე, კარგად რომ შეხედოთ 2015 წლის ბიუჯეტს. შესაბამისად 100 მილიონი ლარი შემცირება ეს არის თვალებში ნაცრის შეყვა. ჩვენ მქონდა ამოცანა იმისი, რომ შეგვემცირებია მყისიერად 500 მილიონი ლარით ხარჯები და ამ 500 მილიონი ლარით შემცირება შესაძლებელია იმ პუნქტებით, რაც მე ჩამოვცვალე გადაცემის ველობისას. ეს ნება არ იყო. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ახლა არის გადასული ფაქტობრივად. მე შეგაწყვეტინებ, რომ ჩვენ გავბათილდეთ. ერთ ფრაზას ვიტყვი, ერთადერთი ხელისუფლების ამოცანა არის ჭყალებში ვიხმარ ამ სხვას გააპრაოს ის, რომ თითქოს და 100 მილიონი ლარით მეტად შემცირება ბიუჯეტის არ ყოფილა შესაძლებელი და ერთსაც ვიტყვი. მთავრობით ხელფასები და ანაზღაურება და მომსახურება და სერვისი დაახლოებით 11 მილიარდ ლარიან ბიუჯეტში გვიждდება 3 მილიარდი ლარი. ანუ ბიუჯეტის 30% ჩემი გადახდილი ყოველი გადასახადიდან, ყოველი 100 ლარი ჩემი გადასახადიდან 30 ლარი მიჯდება მთავრობის მომსახურება. ამის შემცირება შეიძლება თუ არ შეიძლება და მოდი მოსახლეობა უკეთესად ასვათ განსაჯოს. მე მგონი ჯობია რომ საზოგადოება სწორი ინფორმაცია მიცეთ და ეს რაც თქვენ დაითვალეთ, ეხლა მთლიანად ჯამური ის არის, სადაც შედის ყველა თითოეული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების სახელმწიფო ფონდი, ასე რომ ამას ამ დისკუსიაში არ შევალდეთ, რომ მინისტრებისთვის გადახდილი თანხა არ არის. ხო, არა, ჯამურად და მე ბოდი შეხარ წეგან მინისტრებობდი მოადგილეს რომ იქნება მანქანა დატოვო და ისე იარო იმ მოცემულობაში სადაც ჩვენ პარლამენტი გვაქვს ერთ ქალაქში და დედაქალაქში მეორე სამინისტროებია წარმოქმნილი სადაც მათ მუდმივი კომუნიკაცია უნდა ქონდეს იმიტომ რომ ჩვენ მნიშვნელოვანი გადამწყვეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განავითარო ამაზეა საუბარი რომ მანქანებით არიაროთ სათითაოდ ბენზი არაფერზე ბოდიში ირაკლი ერთ წამათქმევინ 2017 წელი ჩვენ გამოვაწყდით გარდამტეხი წელია ჩვენი ეკონომიკისთვის და ბუნებრივია ამ მოცემულობაში ხა მინისტრის მოადგილემ რო იაროს პარლამენტში და იმ კომიტეტებში უნდა იაროს და კონკრეტული დღეები, თვეები, გრაფიკი შეათანხმოს რა, როგორ რა, აი ეს ანალიზი რო გაკეთდეს და ჩვენ ხა ჩვენ რომ მას თხოვოთ, ჩვენ მას თხოვოთ რომ რაღაც ხა ეს პოპულიზმია მარტივი და მეტი არაფერი, ასე რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არის საჭირო მაქსიმალურად ის ხარჯები, რაც დაანონსებულია, ეფექტურად გამოვიყენოთ, მათ შორის ის ვალები, რაც უნდა ავიღოთ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ეფექტიანად გამოვიყენოთ, რომ ჩვენ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. ფასები, ბადნირაკლი, ფასების თემა არის ძალიან მტკივნეული მოსახლეობისთვის. გამოდის, რომ ირიბად ხელისუფლებამ მოსვლისთანავე, არჩევნების დასრულებისთანავე და მთავრობაში მოსვლისთანავე მოქალაქეებს გაუძვირა ცხოვრება. შეიძლება ასე ვერ დაგეთანხმებით, კაპიტონინო ცოტა უტრირებას აქვს ადგილი ჩემის აზრით, იმიტომ რომ პირველი, რაც ჩვენ თქვით, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ჩვენ რამენაირად ეკონომიკურ ზრდა მივიღოთ და ის კეთილდღეობა გადანაწილდეს საზოგადოების ყველა ფენას. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგების გადასახადი, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ეს ბიზნესის და საგადასახადო რეფორმის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს ეკონომიკურ სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამისთვის გავაკეთეთ რა, რომ მოგების გადასახადი გავაუქმეთ საერთოდ და ამის პარალელურად ჩვენ საერთაშორისო, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვეუბნებოდა, რომ ეს კარგია რომ გავაუქმეთ. ასევე შეზღუდეთ ის სესხები, დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი რო გაქვს დოლარში და ასევე გაზარდეთ გადასახადები. ეს მარტო ჩვენი ინიციატივა კი არ იყო, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, რომელიც ჩვენი პარტნიორები არიან. ინიციატივა ჩვენ გამოვყავთ სწორედ ის სეგმენტები, სადაც შესაძლებელია და ეს ლუფტი არის დატოვებული. მათ შორის ეს არის თამბაქო. მე არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ თქვათ თამბაქოზე გაიზარდოს აქციზი მათ შორის, იმიტომ თუნდაც რომ ამან გამოიწვიოს შემცირება მოხმარების. მე გამიხარდებ პირდაპირ გეტყვით რა, თქვენად თანახმა ხართ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ თქვათ ეს შეამცირებს მოხმარებას, მაგრამ პრევენციას გააკეთებს, რომ იმ ახალგაზრდებმა იქნებ რამენაირად
ნაკლებად მოწიონ. ეს ერთი. მეორე მიმართულება, როდესაც საუბარი გვაქვს აქციის გაზრდაზე ავტომობილების იმპორტზე. თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფია მანქანის შემოყვანის. მაგალითს გეტყვით, რუსეთში არის იბეგრება, ესე იგი DGG, საიმპორტო გადასახადი და აქციზი. ჯამში დაახლოებით სადღაც 60%-ამდეა მანქანის ღირებულების. უკრაინაში საერთოდ 90%-ამდე ადის ეს ყველაფერი, აზერბაიჯანში შედის 53%-ამდე ადის ეს და ჩვენთან იყო მხოლოდ 9% და ამიტომ არის რომ გაივსო ჩვენი ქალაქი, დედაქალაქი და ქვეყანა აი მოძველებული მანქანებით. სამაგეროთ აქცენტირება გავაკეთეთ იმაზე, რომ იქნებ ჩვენ ის ადამიანი, ვინც შემოიყვანს ჰიბრიდულ მანქანებს, 60%-ით უფრო იაფად შემოიყვანს. ცნობილი ამბავია, თუმცა მაინც მეც ვკითხი კიდეც მინისტრების მოადგილეს, რომ ეს იყო мотиваცია თუ ბიუჯეტის შევსება. ბუნებრივია ეს მოყოლილი მიზეზებია. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ კავტონინო ზოგადად რო ვიცოდეთ აქციის აქ ორი დატვირთვა, ეს ერთი არის ფისკალური და მეორე არის მარეგულირებელი იმ სექტორში. ორივე ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესების სასარგებლოს მოქმედებს და ბუნებრივია ჩვენ ამ შანსს გამოვიყენებთ. თუმცა ფასების ზრდას რაც შეეხება ფასების ზრდას, რაც შეეხება საწვავის მიმართულება, ხო, რაც შეეხება ნავთობპროდუქტების მიმართულებით. ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ ეროვნული კურსი მერყეობს, ბუნებრივია აქ სხვადასხვა კომპონენტებია, მათ შორის ის იმპორტის საკმაოდ დიდი წილი ჩვენს ეკონომიკაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათ შორის თამბაქო, რომელსაც წლის განმავლობაში $100 მილიონზე მეტი გააქვს ჩვენი ქვეყნიდან, $100 მილიონზე მეტი და მეორე მიმართულება ის არის ნავთობპროდუქტები, სადაც ჯამში ყველა ის რო ავიღოთ, დაახლოებით $1.2 მილიარდით გადის. წლიდან წლამდე ყველა ქვეყანაში ხდება რა, რომ პრევენცია რო იქნებ ნამენაერად ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ ნავთობპროდუქტებზე, იმიტომ რომ ეს იწვევს ონკოლოგიურ დაავადებას, ეს ისე მეტგამონაბოლქვს, ეს იწვევს ჭარბმოხმარებას და ბუნებრივია საცობებს და ასე შემდეგ. ჩვენთან და აქცენტირება ხდება უფრო სხვა მზის ენერგიებზე, ელექტრომობილებზე და ასე შემდეგ. ჩვენთან კიდე წლიდან წლამდე მზარდია, რატომ? იმიტომ რომ დაბალი საბაჟო გადასახადები ქონდა ავტომობილებზე და მეორად მოძველებულ ავტომობილებზე 10-15 წლის მანქანებზე და მეორე საკმაოდ დაბალი ტარიფი იყო ნავთობპროდუქტებზე. რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ იმ თემას, რომ ნავთობპროდუქტების ზრდა ის კარგი, არა, ეს ნაკარნახევი იმ აუცილებლობით, რაც დღეს ეკონომიკაში გვაქვს და კიდევ ერთი რა თქვა არა მგონია, იმიტომ რომ იქიდან რაც ეს ფისკალური ნაწილი ერთია, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი მიზანი. აქ აქცენტი, იმიტომ რომ ის რაც შეიძლება ამ კუთხიდან ბიუჯეტმა მიიღოს ბოლო-ბოლო რამოდენიმე 100 მილიონს დავამატებდით საგარეო ვალს და ავიღებდით და ამით დაახლოებით ავტომობილების მიმართულებით საუბარია სადღაც 150 მილიონში. ჯამში სადღაც 500 მილიონამდე, ხო, დაახლოებით 600 მილიონამდე როგორ შეიძლება რაც ბოდიში ირაკლი ერთს გეტყვი და რაც თავარია კავტონინო. ჩვენ რაც თქვა თავიდან ბოლომდე ვიზე ეს დათვლილია და გაანალიზებულია, რომ ნავთობპროდუქტებზე ზრდა ეს დაახლოებით ჩვენ 0.8%-ამდე იწვევს ინფლაციას, ანუ ზრდას ფასებზე. თქვენ პური რაც ახსენეთ პურის თემა, პურზე გაიზრდება თუ არა ფასები. იცით რომ 2016 წელს მსოფლიოში 750 მილიონი ტონა მარცვლეული, ანუ ჭარბი რაოდენობით მოსულ. ამან გამოიწვია ფასების ვარდნა. უფრო მეტიც სექტემბერში ერთი, ესე იგი, უმაღლესი ხარისხის 50 კილოგრამიანი ფქვილი ღირდა 45 ლარი და ჩამოვიდა 32 ლარამდე. მაგრამ 32 ლარი როცა ღირდა ამ ხელა ვარდნა რო გამოიწვია, მაშინ ფასს არ დაუწევია. და მაშინ როდესაც კომუნიკაცია იყო აი ამ წარმოებელთან, მაშინ იყო საუბარი რომ ჩვენ შევენარჩუნოთ ამ ფასს, მაგრამ სამომავლოდ ბოლოში, ანუ თუ მოხდება რყევები ან გაძვირება, ჩვენ არ გავზდით პურს, იმიტომ რომ ლუფტი არის საკმაოდ მაღალი. აქედან გამომდინარე, რაპორტი აქვს მთავრობასთან პურის ბიზნესს, არა მხოლოდ პურის, არა მხოლოდ პური, ყველა ასე თუ ისე ამა თუ იმ ფორმით ყველა მათ შორის ეროვნული ბანკი ჩართული იყო ამ გეგმის შემუშავებაში და კომუნიკაციაში იყო მთავრობა. მიცეთ საშუალება რომ გამოგეხმაუროთ ფასების ზრდა და ეს თემა, რომელიც შეფუთულია თქვენი აზრით როგორც სასურველი და მოწოდებული ისე როგორც სასურველი. თუმცა ის ფაქტორებიც, რაც თქვა ბანო ირაკლი, მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გასათვალისწინებელია, რომ ეს ნამდვილად შეიძლება იწვევდეს ეკოლოგიის მიმართულებით პროგრესს და ასევე სხვა ტიპის რეფორმები უნდა გაატარო და არა დაუშვათ აქციის გადასახადების და არსებობს მილიონი სხვა პრევენცია ამისთვის. ამიტომ ეს არგუმენტები ჩემთვის არის მიუღებელი. აქ ძალიან ბევრ თემას ძალიან ბევრ თემას შეეხო ირაკლი. ერთ-ერთი თემა იყო, რომ ფაქტობრივად იმპორტიდან გამოწვეულია ეს პრობლემები, რომ იმპორტი ძალიან მაღალი მაჩვენებელი ვარ. ამაში სრულად გეთანხმებით და ერთ-ერთი ამოცანა არის შემცირდეს ფაქტობრივად იმპორტი. მე მინდა თანამდებობით გითხრათ, რომ ქართული ოცნების ეკონომიკურ გუნდს არ ესმის კარგად, რას ნიშნავს
მსგავსი ტიპის რეფორმით იმპორტის შემცირება. ეს პირველ რიგში ნიშნავს მოხმარების შემცირებას ქვეყანაში. ქვეყანაში მოხმარების შემცირება ნიშნავს ბიზნეს სექტორისთვის ნაკლებ შემოსავალს და ბიზნესისთვის ნაკლები შემოსავალი ნიშნავს ნელ ეკონომიკურს და შესაბამისად ეს ყველაფერი ისევ წრეზე შეიკრება და მივიღებთ სუსტ ეკონომიკას. ასევე საუბარი იყო მანქანის შემოყვანის თამბაქო მარტო ერთი არის ამ ავტომობილებს მელაპარაკე რომელზე მიმართულებით ეკონომიკის შემცირება თუ შეიძლება დამამთავრებინე და გეტყვი ჩვენ მანქანებს არ ვაწარმოებთ როგორ მავნეხედვა ძალიან ძალიან ჩემი აზრით ეკონომისტისთვის ანუ ესეთი არგუმენტები არის მიუღებელი ხომ არა აი ვიჩხარი აი გავხსნათ ზუსტად გავხსნით თემას თუ მე მაგალითად მივესალმები თუ არ გინდა რომ გავხსნათ არა გავხსნათ მე მაგალითად მივესალმები თამბაქოზე ზრდას აქციის თუ მათი გავხსნათ ირაკლი ყიფიანს მისცეთ შესაძლებლობა რომ ბალანსი დავითხოვოს დროს არა პრობლემა არა გავხსნათ და დეტალებშიც გავიაროთ მაგალითად საწვავის და საიდანაც იგეგმება ყველაზე დიდი რაოდენობით აქციის გადასახადიც და ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს შემდეგ თუ მოხმარების შემცირება გამოიწვია იმპორტის შემცირებას გამოიწვევს და შესაბამისად აი ფაქტიურად ეს აისახება ისევე სუსტ ეკონომიკაში იმიტომ რომ ბიზნეს ექნება ნაკლები შემოსავლები ჯამურად ეს ყველა გადასახადი ჩვენ ბიუჯეტ შემოვა დამატებით 600 მილიონი ლარი მე მოსახლეობას ვეთქვი პირამი ეს 600 მილიონი ლარი არის თქვენ რომ მოგიწევთ ზედმეტის გადახდა პროდუქტებში და შემდეგ ამითი შესული თანხა არის ანუ მთავრობა შეეძლო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და არაერთშია ეს გზა და მეორე გზაზე გადავიდეთ მანქანის შემოყვანა ყველაზე დაბალი ტარიფი გვაქვს რეგიონშიო თქვა ირაკი კი ეს უნდა გიხაროდით იმიტომ რომ ესე იგი აქედან გამომდინარე რაღაცა სფერო რაღაცა ბიზნესი ნაკლებად იბეგრება ვიდრე ჩვენი სხვა შესადარი კონკურენტი ქვეყნები მე დამამთავრე მე თუნდა ისაუბრე ამ გადაცემაში სულად მე აღარ მინდა საქმე შესაბამისად თუ დაბალია გადასახადი ეს უნდა გიხაროდეს და ნეგატიურად არ უნდა აღიქვამთ და მე შემდეგ IMF-ის როლი რეკომენდაცია იყო გაზარდე გადასახადები ან შეამცირე ბიუროკრატია IMF-ის თავარი ამოცანა არ არის რომ ჩვენ ქვეყანა მიაღწევს თუ არა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას IMF-ის თავარი ამოცანაა რომ მიიღოს არ ქონდეს ქვეყანას ფისკალური რისკები და შეეძლოს საგარეო ვალების გადახდა ქვეყანაში შესაბამისად შემოგთავაზა და წყაროები ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც ასეთი ზარმაცმა ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე მარტივი გზა რაც არის გადასახადების ზრდა რაც შეეხება ბიუროკრატიის შემცირებას პრინციპში ამაზე განაცხადა უარი რაც შეეხება ხა აქციის გადასახადებზე ერთ რამეს ვიტყვი წარმოიდგინეთ ხა ქალბატონო ნუ თქვენ ხართ იმპორტიორი საწვავის და გეუბნებიან დღეს რომ თქვენ გაგიზრდება დაუშვათ აქციის გადასახადი. ეს იმას ნიშნავს რომ ყისიერად თქვენ უნდა გადააწყოთ თქვენი ბიზნესი, უნდა შემოიღოთ ახალი ფასები. თქვენ დღეს გაქვთ აღებული ვალდებულებები რომელიმე საკრედიტო ინსტიტუტებთან. ანუ თქვენთვის ეს არის შოკის შემოტანა ბიზნესში და არაპროგნოზირებად ხდება თქვენი ბიზნესი. თუ ვაპირებთ ზოგადად აქციის გადასახადის გაზრდას, ამისათვის საკმაოდ გონივრული პერიოდი ეძლევა ხოლმე ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესს, შეიძლება ერთწლიანი ვადა ან წელიწადნახევრიანი ვადა და ამის შემდეგ ხდება მსგავსი რეფორმა. და ბოლოს ნაწილი ამბობდა რომ ძალიან ადრე გამოცხადდა. მარჯვენა საჭიანთან დაკავშირებით იყო არა ის რომ მარაგების გაკეთება დაიწყო ამიტომ არ უნდა გამოცხადებულიყო ადრიანად და შესაძლოა ხო წარმოგიდგენიათ ახლა ანუ დოლარის შესყიდვა სადეს ამ ბიზნესების შემოტანება კი და როცა ის კურსი გაუფასურდა და ავარდა 2.7-ზე სწორედ თავრობის განცხადებას უკავშირდებოდა მაგრამ გონივრული გეგმა უნდა იყოს ხელისუფლებამ ყოველთვის შემოთავაზებული და ერთსა კი პრინციპში ფასების დაზე იყო ფასების ზრდა მითხარით იქნება თუ არა აი და შემდეგ კითხვა მაქვს ესეთი იქნება თუ არა ეს 1%-ის ფარგლებში ფასების და 0.7 0.6 ჩვენ როდესაც საუბრობთ ინფლაციაზე ჩემი აზრით მოკლედ ამ წუთის შექმნილი ვითარებით მე ვერ ვიტყვი რომ ქვეყანაში არის ინფლაციური რაღაცა მნიშვნელოვანი ზრდა მაგრამ აუცილებელია რომ შევხედოთ კონკრეტულ კომპონენტებს რა ხდება ამ მიმართულებით თუ ავიღებთ მაგალითად შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი დაახლოებით რო შევადაროთ ოქტომბრის 2016 წლის ოქტომბრის 2015 წინა წელს 21%-აა გაზრდილი ეს ნიშნავს რომ თუ დღეს ოჯახი ხარჯავდა საკონდიტრო ნაწარმში 50 ლარს 2015 ხარჯავდა 50 ლარს დღეს დახარჯავს 60 ანუ მთელი რიგ კომპონენტებში ეს ეხება საკონდიტრო ნაწარმი უალკოჰოლო სასმელები ამიტომ კი ვიტყვი ამასაც ვიტყვი ნამდვილად რაც მოხდა იმასაც აღვნიშნავ ხილი ამ მიმართულებით გვაქვს პროდუქტებზე ფასების ზრდა რა მე მინდა ერთ დეტალს შევეხო რატო არის მნიშვნელოვანი პროდუქტებზე ფასების ზრდა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ ძიმე სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავია სასურსათო პროდუქტებს შესაბამისად ადამიანს რომელსაც აქვს დაუშვა თვეში 150 ლარის შემოსავალი მისთვის 10 ლარის სასურსათო პროდუქტებით რამდენია ხილზე არის აი ხილის შემთხვევაში ჯამში აი რა სტაქს არა მე გიგეუნები ხა კონკრეტულად სამკოლიმას სამკოლიმას ეს ხო ჯამურად ითვლება რა კი და ჯამურად მე ვთქვი თავიდან მაშინ მაყურებელს აუხსნათ ჯამურად რო შეწონო ყველა კომპონენტი ინფლაციური პროცესი არ აქვს მაგრამ ადამიანები რომელსაც აუხსნათ ხილს ყიდულობენ ოჯახები მისთვის გაძირებულია რა თქმა უნდა ბოდიში მე ვიტყვი ირაკი ცოტა დრამატიზებას იმაშუება თუმცა მე მესმის იმიტომ რომ მაინც
მაინც რა ოპოზიციური არა მაშინ მე ვიტყვი ერთ რამეს მე აღარ წარმოვადგენ მოძრაობა სახელმწიფო ხალხის პაატა ბურჩულაძეს მე ვარ დამოუკიდებელი ობიექტური შემფასებელი და მე თუ მკითხავ პირიქით ჩვენ ძანდებით ირაკი მიკერძუებული და ახლა მიზიხარ და აპრავებ ოცნების აქტუალ არგუმენტებს არა მე ვცდილობ რომ საზოგადოებამ მივიტო შენც არ მოგწონს ბევრი რამ აქვს მე მინდა ვცდილობ ირაკლი რომ ის რაც კარგია და მართლა კარგია ეს საზოგადოებამდე მივიტანო ისე რომ ზედმეტი ინტერპრეტაციები არ მოხდეს ამაზე მაქვს აცილი კიდე ზედმეტი აი თქო ინფლაციას როცა არა ინფლაციაზე ვირო ზოგადად გამიხარდა ძალიან რომ მაგრამ თუ ავიღებ ხილის კომპონენტს მაგ ხილი გაძვირდა თუ ავიღებ საკონდიტრო ნაწარმს გაძვირდა 21%-ით რა ვთქვია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მე ერთ მაგალითს მოგცემ და აგერ ირაკლი არ მიცავს საშუალებას რომ არასწორი ინფორმაცია მოგეწოდო 2010 წელს რახან 2012 წლიდან დაიწყო და 2011 წელს სიპები და აიპების რაოდენობა იცით რამდენი 1065 დღეს ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მხოლოდ 137 რამდენი ადამიანი მეტია დასაქმებული მან 137 არა ახლა მითხარი რამდენი ადამიანი 1315-დან და 1000 ისა რამდენი ადამიანი გაცილებით ნაკლები ვიდრე იყო 1000 ადამიანით მეტია და მე შემოგიზავნი დღეს Facebook-ში გამჭვალობა საქართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს 8000 ადამიანი მეტია და მე ფაქტს გეუბნები რაც არის სტატისტიკის სამსახური არა შენაბა 137 CP და IP არის უფრო მეტიც არის ცალკეული სამინისტრო როგორც გავაქვთ ასევე არის სააგენტოები მათ შორის მეწარმოების განვითარების სააგენტო და საინვესტიციო სააგენტო გაერთიანდა მათ შორის მთელი რიგი პროექტები რეფორმა იგეგმება სადაც ხდება სისტემატიზაცია და ასე ვთქვათ რეფორმა სადაც ხარჯების ასე ვთქვათ ფინანსების გამოთავისუფლება ხდება ასე რომ ამ მიმართულებით დგამთ ჩვენ ნაბიჯებს და ეს მიმართულება იქნება კიდე ბოლო 4 წლის განმავლობაში შენარჩუნ პირდაპირ გეტყვით ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ იმ პოლიტიკას ამას არა მხოლოდ ჩვენ ვიწონებთ არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი დასკვნა დადო გამოვიდა აგერ თქვენ დღეს წარმოაჩენდა წეგან წაიკითხა და თქვით რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია მუდმა ჩვენ რეკლამაზე ვთქვით აქვე ვეთქვი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია მუდმა რომელიც სამეულში შედის სოფლიო სამეულში მან თქვა რომ დიახ ეკონომიკური პოლიტიკა ის რეფორმები რაც კვირიკაშვილის მთავრობამ და საქართველოს ხელისუფლებამ დაანონსა პოზიტიური იქნება ეკონომიკისთვის და საფინანსო საკრედიტო დანაკარგებს ამცირებს და ბანკებისთვის არა ყველა საუბარი იყო რომ აი ბანკებს პრობლემები შეექმნა ერთადერთი ეს განვითარებული სეგმენტი ჰქონდა და ეხა ეკონომიკურ ამ პოლიტიკით ბანკებს დაარტყამ პირიქით გამოვიდა და თქვა ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც თქვა რომ ეს დიახ ეს პოზიტიური ნაბიჯია ეხა ბოლოს კიდე ერთ რამეს გეტყვით ეს მარტო ჩვენ ნოუ-ჰაუ კი არ არის რომ ჩვენ ლარიზაციის ლარიზაციის მიმართულებით ეკონომიკური პოლიტიკა წამოვიწყეთ. იგივე ჩამონათო აზერბაიჯანში 2015 წელს საერთოდ აკრძალულია უცხოურ ვალუტაში ცეცხლის გაცემა. იგივე თურქეთში უცხოური ვალუტის ცეცხლები აკრძალულია 2009 წლიდან. იგივე ხა გადავიდეთ სომხეთში, რომ საუბრობენ, რომ აი ყველაზე ნაკლებად ის მოხდა დევალვაცია და რყევები სომხეთის ვალუტის. საერთოდ აკრძალული ფიზიკურ პირებზე სამხმარო ცეცხლები და უცხოურ ვალუტაში, ხოლო იპოთეკურ ცეცხლებში საერთოდ იმით არის, რა ქვია, ადგილობრივ დრამით არის რაღაც სუბსიდირებული. ეხლა გადავიდეთ ევროპაში. უნგრეთი აკრძალულია 2009 წლიდან უცხოურ ვალუტაში ცეცხლის გაცემა. პოლონეთში, ინგლისშიც კი პრაქტიკულად აკრძალულია და მხოლოდ იენში არის იპოთეკური ცეცხლები გარკვეული. ანუ პრობლემა არაფერია. ანუ პრობლემა კი არა, ეს იყო გადასახმელეს ნაბიჯი სწორედ დროში გაეკეთებინა თავის დროზე ქადაგიძეს. ეს თქვენ თქვით, რომელსაც შორის აი ამ რეკომენდაციას მათ შორის IMF-ი, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვაძლევდა ჩვენ. გაქვთ ამ კონკრეტულ თემაზე შენიშვნა. ცუდი არ გონია ეს იყოს. ეს ცუდი გეგმაა მთავრობის თქვენი ხედვით არასწორი ბიზნესის შემზღუდველი რატომ? კი, აი მოდი ერთ პრაქტიკული მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ, გეუბნებიან რომ 100.000 ლარამდე და შემდეგ 200.000 ლარამდე თქვენ ვერ აიღებთ უცხოურ ვალუტაში შეხვდა ეს არ ეხება მარტო იპოთეკურ ცეცხლებს. ამ ეს ნიშნავს იმათ, მე თუ ვარ ექსპორტიორი კომპანია, მე ხო გაყიდვები მაქვს უცხოურ ვალუტაში უცხოეთში. შესაძლოა მე ხო შემოსავლები მაქვს უცხოურ ვალუტაში. მე მეუბნებია რომ შენ კი გაქვს შემოსავლები უცხოურ ვალუტაში, მაგრამ დღეს ცეცხლი აიღე ლარში, მაღალ პროცენტიანი ცეცხლი. მე არ მირჩევნია უცხოურ ვალუტაში მაძლევდეს ქართული ბანკის ცეცხლს. შესაბამისად თუ ლაპარაკობთ იმაზე რომ ეს ხელისუფლება ორიენტირებული არის ცე და საშუალო შეცდომაში არ შეყავს შეცდომაში ან შეიძლება თელი გადაცემა ირაკი შეყავს და მე არ გეუბნები მაგას და ეხლა არ ეხება იპოთეკურს, ამიტომ ამბობ ეს ეხება ნებისმიერ. ეხლა რაც ეხება უნგრეთის მაგალითი მოიყვანა. უნგრეთის მაგალითში მოიყვანა დღეს შეხვდა ფინანსური
ფინანსური სექტორი კი გეთანხმები 2000 ფინანსური სექტორი დღესაც განიცდის ფაქტიურად შემცირება. შესაბამისად უნგრეთში ამას პოზიტიური შედეგი მოყოლოდა ეს არის აბსოლუტურად ცდარი. არა, ირაკლი ვერ და რაც შეეხება როგორ უნგრეთი ევროკავშირის წევრია და მთლიანად ეკონომიკური და არის შემცირებული მთლიანად ფინანსური სექტორი შეუმცირდა მარტო უნგრეთზე რო თქვა და აღარ მინდა იმიტომ დეტალებში უნგრეთზე ვილაპარაკოთ შემდეგაც ემაი და ფინალში დიახ ბრძანეთ ასრულე და ფინალური კითხვა მაქვს ერთი. ხო, მოკედლარიზაციის გეგმა დამატებით ეს ნიშნავს იმას, მე თემას ვერ გავშლი, მაგრამ სარეზერვო რესურსების განიავებას, რომელიც მოხდება აუცილებლად ეროვნული ბანკის მხრიდან და მომავალში მაკროეკონომიკური შოკების მიმართ ჩვენი ქვეყანას აღარ ექნება რეაგირების ინსტრუმენტი დარჩენილი. ამ გადაგიდის პოლიტიკა უფრო სწორი იყო ვიდრე დღეს გვენეტაძემ გადაწყვეტა რომ კონკრეტული და ერთსაც მინდა მე არ მინდა შედარებები გავაკეთო, ერთი მინდა მაყურებელს უთხრა ამ გადაცემაში, რადგან ირაკლი შეეხო რომ თითქოს და მე ჩასაფრებული პოზიციიდან ვამბობ. მე პირიქით ქართული ოცნების ხელისუფლებას ვუსურებ იყოს ყველაზე წარმატებული ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ყოლია, იმიტომ რომ მათი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის პირველ რიგში და ჩემი დღევანდელი გამოსვლა ნებისმიერ გადაცემაში გამოსვლა ემსახურება რეალურად მოვაგვაროთ პრობლემები და არა ჩასაფრებული პოზიციიდან. ფინალში ბატონ ირაკლი ფინალურ ნაწილს მოგცემ თქვენ პასუხის გასაცემად ბატონ ირაკლი ყიფანს მინდა ვკითხო ლარის გამყარების ტენდენცია მცირედით მაგრამ შეინიშნება ის 20 პუნქტიანი სხვაობა შემცირებულია მთავრობას ჰქონდა თავისი წვლილიო თქვენ ამ სტუდიაშიც გითქვამთ აი ამ პროცესში შოკში ძირითადად ბაზარი თქვენი აზრითაც ჩააგდო მთავრობამ და 20 პუნქტიანი ეს მრყევა იყო თქვენი აზრით და რამდენიმე ექსპერტის აზრით სწორედ მათი ბრალი თუმცა მაინტერესებს რა პერსპექტივას ხედავთ ეროვნული ვალუტისთვის აი ამ გეგმის განხორციელების პროცესში ეკონომიკა არ გაზრდილა ერთმნიშვნელოვნად გასაგებია რომ რამდენიმე დღეში ეკონომიკა არ გაიზრდებოდა და ის რაც ლარს უნდა უმყარებდეს საფუძველს ისევ იმ ადგილას არის და იმათთვის წერტილს თავარი ლარი ამაზე საუბარი არ გამყარებულა ლარი პირიქით 20 პუნქტიან სხვაობას თუ შევედარებთ კი გამყარდა მართლაც რო ჩვენო საწოდაო ქვეყანა ვიტყვი რომ 2.55-ზე რო ჩამოვა კურსი ამას გამყარებას ეძახიან და მოსახლეობას ეს უხარია ანუ ეს ვიხარია უკვე რომ 2.7 აღარა და 2.55 ეს ცალკე საკითხია რაც შეეხება პირველი ნაწილი თქვენი კითხვის თუ შეიძლება რომ შემახსენოთ ჩემი კითხვის იყო სწორედ ეს რომ ლარის გამყარების ტენდენცია თუნდაც ცირედი რაც დაფიქსირდა ბოლო დღეებში იქცევა თორე შოკიდან გამოწვეული იყო მომავალში ზელვადიან პერსპექტივაში რო დავინახოთ ეს ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა იყო ხელისუფლება 24 საათიან რეჟიმში გადასულიყო რომ ქვეყანაში მოეძდა დამატებითი ინვესტიცია ქვეყანაში გაეუმჯობესებია ბიზნეს გარემო ეს არის რეალურად ხელისუფლების ფუნქცია დანარჩენი მე რაც გითხარით როდესაც წრე შევკარი შემცირდება იმპორტი შემცირება მოხმარების შემცირებას იწვევს ქვეყანაში და საბოლოოდ ეს აისახება სუსტ ეკონომიკა ნიშნავს გაუფასურებულ ლარს მაგრამ მომხუახლოეს პერიოდში მე არ პროგნოზირებ რომ ლარი გაუფასურდება ან გამყარდება ეს იქნება ასე ვთქვათ მთელი რიგი პროცესებიდან გამომდინარე 2.55 კეთილი პირველი ძიმე მოჩვენებელია ლარისთვის ეს იქნება მაქსიმუმი რაც შეიძლება იყოს როგორც ჩვენ ის რაც ჩვენ გვახსოვს 1.67-2012 წელს ეს არ იყო განპირობებული და ნაკარნახევი ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობიდან იმიტომ რომ მაშინაც ბიუჯეტური დეფიციტური ხარჯვა ბიუჯეტის იყო 9%-იანი, დღეს გვაქვს 4%-ის პარლებში. მაშინ იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც ექსპორტ-იმპორტის, ასე ვთქვათ, შეფარდება, რომელიც ლარზე და ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვნად აისახება. ესეც დაახლოებით იგივე სიტუაციაში გვაქვს, მაგრამ მაინც იყო 1.67, იმიტომ რომ ხელოვნურად იყო გამყარებული. ჩვენ როგორ დაამყარეთ საგარეო ვალებით. ამიტომ გეუბნებით საგარეო ვალით თქვენი ხელისუფლების რო გაზრდილი გაქვთ თქვენ 250 მილიონით, მაგრამ რატო ვერ გაამყარეთ? არა, ამიხსენ რატო ვერ გაამყარეთ თუ თქვენად თქვენ ვთქვით ამ ანკე პრაქტიკაზე. არა, თქვენი ახლა ირაკის საგადიცი ფაქტ-ჩეკმა. თქვენი დამოკიდებულება ვალუტა გააფაქტ-ჩეკა და თქვაროთ სრულობსო და ახლა თუ გინდათ მაინც მაგ არგუმენტი იძახეთ. ხომ მცდარია რეალურად. თუ აიღოთ ხელისუფლების ვალი გაზრდილი გაქვთ დაახლოებით 250 მილიარდი დოლარი იყო სამთავრობო ვალი აღებული. აი როდის იყო 6 მილიარდი დოლარი? 2012 წლამდე 2012 წელს საგარეო ვალი 4 მილიარდი იყო, 25 მილიარდი იყო საგარეო ვალი. როგორ შეიძლება ის მე ხო არ გადის სპეკულაცია. ცდილობდი რომ რაღაც ციფრი არ თქვა და მაშინ არ გეთახმებოდი, მაგრამ მაინც გისმენთ. მაგრამ ცარი ციფრი არ თქვა, მე ცარი ციფრს არ ვამბობ. 4.25 მილიარდი იყო 2012 წელს საგარეო ვალი. რომ ეს არ იყო განპირობებული ეკონომიკიდან, მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან. 137 ადგილზე ვიყავით, ბოლოდან მე-6-ზე ვიყავით. დღეს
რეალობა არის სხვა და ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე კურსი ვერ იქნება 1.67. ეს უნდა პირდაპირ თქვათ რა და ეს არის რეალობა. მე მგონი ამის მოლოდინი აღარავის აქვს საუბარია იმაზე 2.55 დარჩება თუ არა. ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ კურსი უნდა ლავირებდეს ჩემი აზრით დოლართან მიმართებაში, ლარიულ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.40-2.45-ის ფარგლებში. დაახლოებით აი ესეთი შეიძლება ვწდები, მაგრამ ეს არის ჩემი მოლოდინი, რაც რეალური სურათი მაქვს. ეხლა რაც შეეხება ბოლოს დღეს რაც ითქვა სტატისტიკის სამსახურის მიერ 2016 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვაქვს კერძო სექტორში ბრუნვა 15 მილიარდამდე, რომელიც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 11%-ით, ხოლო გამოშვება პროდუქციის გამოშვება კერძო სექტორში გაზრდილია 20%-ით. 17-20%. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა კი არ გაჩერებული, ამ იზრდება. მზარდია და ჩვენი მთავარი ამოცანა რომ უფრო მივიღოთ დიდი მადლობა. ყარი და დიდი ეკონომიკური ზრდა და არა 3 და 4%-იანი.